დღეს მოგიყვებით ერთი აკუნის ისტორიას, აკუნის, რომელიც უფრო მეტია ვიდრე ჩვილის საწოლი. იგი თითქმის 150 წელს ითვლის და ჰავა ჯიბლაძეს ეკუთვნოდა. 6 თვის გოგონა ჯერ კიდევ 1877 წელს სწორედ ამ აკუნით, რომელსაც თქვენ ნახავთ, ჩაიყვანეს საჭარიდან თურქეთის შორეულ ნაწილში. იგი დავითაძეების ოჯახში დღემდე ინახება და მათ წარსულს აწმყოსთან აკავშირებს და დღეს რუბრიკა ფრაგმენტებში მუჰაჯირების შთამომავლები მოგიყვებიან სწორედ ამ ამბავს. აკوانი, რომელიც პირველად საქართველოში დაირწა საუკუნე ნახევარს ითვლის და თურქეთის სოფელ თუფეკჩი კონახში ინახება. იგი ჰავა ჯიბლაძეს ეკუთვნოდა, რომელიც მამამ 6 თვის სოფელ ჯაბნიძეებიდან წამოიყვანა და ოსმალეთში ზურგით ჩამოიყვანა. ეს აკوانი 1877 წელში ქალაქ ბათუმი, შვახევის რაიონი, სოფელი ჯაბრიძიევი. მაშინ თავრობით შეთანხმებით წამოსული ხალხი. თავრობით შეთანხმდნენ წამოსული ხალხი. დედა იუნუსა დედა ჯიბლაძე, ნენე 6 თვის ბაღანა. ჩემი ნენე 6 თვის ბაღანა. ხო ბაღაზე ერთადერთა. მე კიდე ზრუში აკوانიანა გამოვიდნენ აქეთ ის კალკავიზე ხოფიდან წამოვიდნენ თუ ისე მოვიდნენ რომ ბათუმიდან წამოვიდნენ სტამბოლში პარახოდით წამოვიდნენ და ნენა ილაპარაკებდა რომ მამაჩემო იუნუსა და ბაბო იუნუსა ქვებია იუნუს ჯიბლაძე იმან წამოიყვანა ზრუში მოგიდული გამოვიერთე მე ლაპარაკამე როსტოვე გაიზარდა ამ ერთმა აკوانმა რამდენიმე თაობა გამოზარდა, მათ შორის ჰავა ჯიბლაძის შვილებიც. დავითაძეები მას განსაკუთრებული სიფრთხილით ინახავენ. მათთვის ის მხოლოდ ხისგან მოჭედილი ჩვილის საწოლი როდია, საგანძურად აქციეს და დიდ ისტორიას დაუკავშირეს. ისტორიას, რომლის გაგრძელებასაც სამშობლოში ხედავენ. დავითაძეები ფიქრობენ, რომ აკوانი იქ უნდა დაბრუნდეს, საიდანაც წამოვიდა, სოფელ ჯაბნიძეებში. ძალიან ძველი რომანი მინდა შევნახე. 1800 წელი. 1800-ში. შევნახე ამაზე თვერ არ ვაგანებთ ესე. საჩუვარია და საჩუვარი ვინახა. და რატო გინდათ რომ გააგზავნოთ საქართველოში? აფერ? ესა. რატომ და ეს რომ იქიდან ჩამოსული იქ იყოს მეთქი მინდა. უზომში. იქ ბევრ რამე დევნახე მე არის რა, ბევრ რამე არის ბათუმში ბუზეში მე მიველი. ბევრ რამე 92-ში მივიყვანეს თავრობამ. იმიყვანეს მაშინაც ყველაფერი. მაგრამ ესაც რომ იქიდან ჩამოვიდეს იქ მომიდოა. ჩვენები სამოსული არა იქიდან 1941 წელში. ბატონ ომი. ძალიან დიდი ომი იყო. საბჭოთა კავშირი და გერმანია. ამათმა ჩამოვიდნენ არტვიში. არტვიში ესენე დუშპიონეს. ესენი იქიდან აზის არტვიდან თავრობამ დიაბეკირში შეიყვანეს. იქიდან ჩვენმა გეკითხეს, გამეიკითხეს ახლა აქ ჩვენ ნათესები ყავდნენ ისოდენმად ზველომად. აქ ჩამოვიდნენ თავრობამ კიდევ უკან ზეიყვანა იქ. კიდევ დიაბაგირში. ესენი ამოშავა მიზაქვეში. მიზაქვეში ოქრო. ვერცხლი. მიზაქვეში ეზებენ და თავრობა. იქ მუშაობს. იქ იყვნენ 2-3 წელს. მემრე თავრობამ ესენი მოყარა უთხრა ამათრომე ამ ტოლვილებს ხაც ხაგინდა ზეთუ. იქ ვერ წამოვიდა. რუსეთში ვერ წამოვიდა. სტალინმა ჩაკეტა იქა. დასაზამოს მოგდა. რაგაცის, შვენა მარაგაცის. თვენა ხორცი იქ დარჩა ზვარი ართარშა. ხო მიდიავთ. ხორცი იქ დარჩა ზვარი აქ. ჩამოვიდა ვინაურში. სახლი არა. კარი არა. ფული არა. ენა ლაპარაკი არა. მამა შემიტყოდა რომ დაგამდებოდა გვეწყინებოდა.
მრავალწლიანი ისტორიის მქონე ოჯახში ინახება ასევე საქართველოდან მოსული წერილები, მათ შორის 1957 წელს გამოგზავნილი. დავითაძეებს მათგან შორს მყოფი ნათესავები ატყობინებდნენ ამბავს, რომელმაც მაშინ მთელი სოფელი წამში შეკრიბა. მე და მამა ჩემი იმაში 8 წლის ვიყავ. ყანაში ჭალასივა. მამა ჩემი თილფანი თიბავს. მეს ემეა ბათმანო ეთქო ჩვენ. ავიდა გეთებული და თიხიდა. ცივი მევდანი წყალზე მამას მზად ვასვამ წალ. დავჟაკდა სულ. გირში. ერთი კაცი მორბის. ასე თეთრი ასხა კანივეთი ხელში მოდის. რებზო ხოჯა. ბინალძია სახარული მიხელი სახარული დრო წერილი მოხდა კანივეთი. მუჟდა და სახარული მეიდანა არ მოხდեմ ფული მომდეს მოხდემ. მამა შემა დაასო თილბანი. მე რვაზის ვარ. კანივეთი რომ გასხა აბოდეს მამა შემაზეის მე ვიყირი ხა მე ვიყირი დორე ხალხი ჩვენ სოფელი მოხდი ჩვენ სახში ბინაზეო გიდოზე ვიგით ხე ბინაზეო გიდოზე ვიგით ნენე უზერეს ნენე შვილი უზერეს და ნანონი შემი შვილო ერთი თვის მერეო ამ წერილ რომ ზეკითხავ ერთი თვის მერე საში შეხედავ ამვალდე ამაზათ ამვალდე ამასამ საში შეხედავ შვილო მე თვალაზე ადი ამ ამბავს უცრემლოდ არც ამჯერად ჩაუვლია. ძმები დავითაძეები მართალია ახლა ჩვენთან, თუმცა ხშირად იხსენებენ ისტორიას, რომელიც მამის სამშობლოში პირველ ჩასვლას და მოგვიანებით უკვე დაკარგული ნათესაური ურთიერთობების აღდგენას უკავშირდება. მამა ჩემი რომ წერილს ეგითხებდა სოფელი დერედა. ისინი მახსოვს ბიტები. მე 1980-ში იქიდან სულიგობაზე ჩამოვიდა ჩვენ. 85-ში. 85-ში. კიდან ჩამოვიდა. ჩვენ აქედან მეკორდილესავით სადგურში ჩეველით იქ გეობაგებთ იმას. გარმონები. სამი თვე აქ იყო. იმის ლოგინში ვიწევი მე. იმის ერთად ვიწევი. მე წასლი ხან რომ წევდა ოთობის უკანიდან პირით გამოვესხრიგებით. იმფრად ვიყავით. მე შევეჩვეთ. მე 30 წელზე და დავდივარ ბათუმში. ბათუმი ძალიან მიყვარს. ჩემი სისხლი იქ არის, ჩემი ნათესავი იქ არის, ჩემი სოფელი იქ არის. ბევრი წერილები ჩამოვიდა. ჩვენ მივზელეთ, მათმა მოხსნეს, ჩვენ მივზელეთ, მათმა მოხსნეს. 78 წელში ნენე დარია ვიცინე. ერთი თვის დარია ნენე. აბა თქვა მენაცებდიო. 12 წლით ვიზა მისცეს სამუდამო სულმა. ამას შემოძებდა 4 ივლე. ეს ფოტოებიც სწორედ მაშინ გადაიღეს. ერთ ჩარჩოში მოთავსებულ შავ-თეთრ სურათებს, რომელიც საქართველოში დარჩენილ ნათესავებთან დავითაძეების მამის პირველ შეხვედრას ასახავს, მათ ისტორიულ სახლში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, მაგრამ ყველაზე ძველი და დიდი სევდის მატარებელი მაინც ეს ფოტოა. აგერ ჩვენი ძვირფასი სურათები ეს არის. ეს ბაბუაჩემი იქ გადაღებული სურათია, ესა ისტორია. ბაბუაჩემს ხელში გარმონია, მისი და ხათიჯეი, მისი ძმა ჯაბერაი, მისი მამა ამბედაი, კოტეი, მისი დედა ნანოი. ეს ჩვენი ისტორიული სურათი ეს არის. ჩვენსთვის ძალიან ემეას გულის სულით სიყვარული არის რომ არ დევქარქერთ რომ ჩვენი შვილებს უყურებენ რომ როგორ ჩამოვიდნენ ეს არის ისტორია ეს არის. პირველად ჩამოსული სურათი არის მემედაი ბაბუას ბიძაი და მისი მამა და ბაბუა ბინალი ბაბა სამნე მოვიდნენ პირველად აქა.
და 82 წელში ბაბუამ წევიდა, სულ ყველა ნათესავები დაენახა შუახევში, ტიბეტში, წაბლანაში, გოგაძიებში და სურათები იქიდან კიდეიღო და აქ ისტორიული ოთახი გახდა ეს, სასტუმრო ოთახი. ჩვენ საქართველოს გვიყვარს, მეც მივდივარ, მეც ვინახავ, მეც ფესტივალებში მივდივარ, ძალიან მეგობრები გვაქვს. ახლა უკვე დადიან ფესტივალებზე, სამოგზაუროდ და უბრალოდ ნათესავებთან. საქართველოსთან საზღვრის გახსნის შემდეგ აღდგენილი კავშირის კიდევ უფრო გასამყარებლად, თუმცა ეს კავშირი მათ ცნობიერებაში არც არასდროს გაუწყვეტიათ, ისე როგორც არ შეუწყვეტიათ ქართულად ცეკვა და სიმღერა. ჩვენ თურქულად სკოლაში დავსწავლეთ. ჩვენ ვიყავით სუსაში ქართულად ვარგობდი. ჩვენი ენა შემა თურქი არის, ქართული არის. ჩვენ თურქულად სასამდენ თურქულად სკოლაში ვისწავლეთ ჩვენ. მე არ ვიცოდი ჩვენ თურქულად. ქართულად ვარგობდი. ჩვენ სახში ჩვენ ვარგობდი. ქართულად ვარგობდი. ახლაც ესე ლაპარაკობ. ახლაც ვარგობდი, ახლაც ვარგობდი. სახში ხალე ემეა ჩვენი. ჩვენებია. ისაც ქართველია. ძირითადად მაინც ადრე ქართველებზე ქორწინდებოდნენ. ყველად არ მივცემთ და არ აი ეს ამას რატო აკეთებდნენ? როგორ ფიქრობთ, რატო შვებოდნენ? ჩვენი სისხლი იყოს, ჩვენი ხალხი იყოს და ახლა ნელა გედევით. ხო. ახლა ნელა შეიცვალა, დრო შეიცვალა და მე ახლა ქორწილები ამა ჩვენ აი გენიდის ქართველი. ახლა ჩვენი ცოლები განაბორა იცის. ქართველი არიან, ამის თურქია. ხალე ჩვენებია. ხალე ჩემბაურობა არიციან. ხტომილობენ და არიციან. არასწავლით? ვერ დასწავლეს. ჩემ მოვლა ემედა, მაჯახელდა. ქართველი რომ არ არის. აქაური მაჯახლიდან, თურქეთის მაჯახლიდან, ხო? ჩვენ მაჯახელდა. ჩვენი მაჯახლიდან? წლების განმავლობაში მუჰაჯირების შთამომავლები მხოლოდ ქართველებთან სახლდებოდნენ, ან ქართველებზე ქორწინდებოდნენ. ამიტომ ნუ გაგიკვირდება და ყველაფერი ქართული თუ დაგხვდებათ. იბერი, რა ვიცი, პრასა, ლობია, ხო, ყველაფერი გვაქვს და. ქართული ლობიო გააქვთ? არის. კაკლიანი. კაკლიან გავაკეთებთ. ხო. ვიდეო რა გაქვთ ქართული? ჭადი რაღაც. ჭადი, მაჭონი. გარმონზე აჟღერებული ქართული ჰანგები და შეძახილები აჭარულის შესრულებისას სოფელ თუფექჭი კონახში მცხოვრებს სხვა ერებს ყოველთვის ახსენებდა, რომ აქ გურჯები ცხოვრობენ მეზობელი ქვეყნიდან, რომელსაც სახელად საქართველო ეწოდება.